სამართლიანი მიდგომა დამკვიდრდეს მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით, წესთან დაკავშირებით, რომ მოწმე არ დაიკითხოს სასამართლომდე. მოწმე უნდა დაიკითხოს მხოლოდ სასამართლოზე და მასზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არ უნდა დარჩეს არავის. აი ამას ვერ მიაღწია ქართულმა მართლმსაჯულებამ. შესაბამისად, როგორი ვარიაციებიც არ უნდა შემოგთავაზოს ჩვენ იუსტიციის სამინისტრომ, რომ ნებაყოფლობითობა და ასე შემდეგ და რაღაც განსაკუთრებული რეჟიმები ამ დაკითხვის. ყველა შემთხვევაში, სანამ ჩვენ არ მივახცევთ, რომ მოწმე არ დაიკითხოს სასამართლომდე და არავინ არ შეეხოს მას და არავინ მასზე ზემოქმედება არ მოახდინოს მანამდე ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება გვაქვს. ხელისუფლებამ იმის გამო, რომ არ ცვლის საარჩევნო სისტემას, ერთ უსამართლობას, ანუ დიფერენციაციას ამ შემთხვევაში ძალიან დიდ განსხვავებას ოლქებს შორის ხმათა რაოდენობის კუთხით დაუმატა 10-ჯერ უფრო დიდი უსამართლობა. მან გაანადგურა პრაქტიკულად ოლქები და ადამიანები დატოვა და ამომრჩეველები დატოვა მაჟორიტარების გარეშე ამ შემთხვევაში მაჟორიტარულ სისტემაში. არ გააუქმა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მაჟორიტარების გარეშე დარჩნენ ყაზბეგში, თიანეთში, თუშეთში, ლეჩხუმში, ცაგერში, ონში, ამბროლაურში. პრაქტიკულად სრული კატასტროფა და მაპატიეთ ამ სიტყვაზე დომხალიზაცია მოაწყო ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ოლქებში. აი მაგალითად წარმოვიდგინეთ სამტრედია თლიანად გაქრა როგორც საარჩევნო ოლქი, გაიყორად, ერთი ხონს მიუერთა, მეორე წყალტუბოს, სრული გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა. ამომრჩეველი უკიდურესად დააბნია. შესაბამისად, წარმომადგენლობითობის შინაარსი თუ რამე ქონდა 0.1% ამ მაჟორიტარულ სისტემას, ისიც კი გაანადგურა. ანუ იმის მეგვიათ რომ შეეცვალა საარჩევნო სისტემა და მოეგვარებინა სამხარეო პროპორციული სისტემით აი ამ წონადობის პრობლემაც და სამართლიანობის პრობლემაც, მან კიდევ უფრო 10-ჯერ უფრო უარესი, ასე ვთქვათ, არეულობა გამოიწვია აი ამ სისტემით და ერთი ძალიან საინტერესო გაუგებრობა დაუმატა კიდე. დაახლოებით საშუალოდ უნდა იყოს 47,000 ამომრჩეველი თითო ოლქში, მაგრამ რატომღაც უცებ ირკვევა, რომ მესტია იქნება ცალკე ოლქი, რომელიც 9,000 ამომრჩევლით არის. წარმოიდგინეთ, როგორც თქობა მესტია რაც განსაკუთრებული როლის მატარებელი არის ბიძინა ივანიშვილისთვის, ალბათ და განსაკუთრებით პატივსცემს ალბათ მესტიის მაჟორიტარს, იმიტომ რომ ვერანაირი კრიტერიუმით ვერ განსხვავდება, მაგალითად მესტია ყაზბეგისგან ორივე საზღვრისპირაა და ორივე მაღალმთიანია, ხო? მაგრამ ყაზბეგს აღარ ეყოლება მაჟორიტარი, მაგრამ მესტიისთვის ესეთი გამონაკლისი რატომ დაუშვეს? პასუხია გასაცემი მაგაზე ხელისუფლების მხრიდან.